Mars One, SpaceX და კიდევ რამოდენიმე ნაკლებად ცნობილი პროექტი, რომელიც მარსის კოლონიზაციას ისახავს მიზნად, დღითიდღე ახალ ეტაპზე გადადის, თუმცა ყოველი მცირედი წარმატების მიუხედავად, მაინც ჩნდება ერთი კითხვა. ღირს კი ამხელა ინვესტიციების გაღება მარსის კოლონიზაციისათვის. აი სწორედ ამ კითხვამ გაყო ჩემი და დათოს შეხედულებები. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ რაც უფრო მალე შევისწავლით მარსს, მით უფრო უსაფრთხოდ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. ჩვენ თუ არა, ჩვენი შთამომავლები მაინც. ხოლო დათო კი ფიქრობს, რომ ის ასტრონომიული ხარჯები, რაც ხმარდება ამ პროექტებს, უმჯობესი იქნებოდა თუ დაიხარჯებოდა დედამიწის ბუნებრივი რესურსების აღდგენაზე. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ მარსის ზედაპირზე ვერავინ იცხოვრობს. და კი, ეს ფაქტია. ტერაფორმირების პროცესს თუ ჩაუღრმავდებით, მეცნიერების ვარაუდით, მარსის ზედაპირზე სასიცოცხლო პირობების ჩამოყალიბებას დასჭირდება არა რამოდენიმე ათეული, არამედ ასობით ათასი წელი. მაგალითად, ამჟამად ზედაპირი დაფარულია პერქლორატით, რაც მომწამლელია ადამიანისთვის. მარსს გააჩნია საოცრად სუსტი ატმოსფერო, რაც ატარებს დიდი რაოდენობით მზის რადიაციას და პლუს ულტრაესფერ სხივებს, რაც აგრეთვე მომაკვდინებელია ადამიანისთვის. აჰა, რაღა დაგვრჩენია. დავიხშოთ გონება, ჩამოუშვათ ხელები და ვიწუწუნოთ. ეს არ გამოვა, ის არ გამოვა. არა. NASA-ს თანამშრომელი კრისტოფერ მაკკეი ამტკიცებს, რომ პერქლორატი შეიძლება ჩვენივე სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ვინაიდან ის შესაძლოა გახდეს ჟანგბადის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. არა, ისე კი უნდა დავეთანხმოთ დათოს და მარსზე ამ ეტაპზე ცხოვრება წარმოუდგენელია, უფრო სწორად კი მის ზედაპირზე. მაგრამ სავსებით შესაძლებელია დახურული ეკოსისტემის შექმნა. და საინტერესო ჭრს. ეს იქნება ერთგვარი სადგური, სადაც იცოცხლებენ დედამიწიდან გამოგზავნილი მცენარეები. წარმოიდგინეთ, ჯუნგლები წითელ უდაბნოში. რომანტიკულია. რაში უნდა გამოგვადგეს ეს უსიცოცხლო, მოწამლული და დაუცველი მარსი? ფაქტია, რომ ჯერჯერობით კოლოსალური თანხის ხარჯვის მიუხედავად არანაირი შედეგი არ არსებობს. მინდა წარმოიდგინოთ, რა იქნებოდა ათობით მილიარდ დოლარს არა წითელი პლანეტის შესწავლაში, არამედ დედამიწაზე პოტენციური კატასტროფების პროფილაქტიკაში რომ ხარჯავდნენ. პარადოქსია, 13 წელიწადში ჩვენ ვაპირებთ სხვა პლანეტის ათვისებას და ამავდროულად დედამიწაზე სეისმოაქტივობის წინასწარ დაფიქსირებაც კი არ შეგვიძლია. მაშინ, როცა მიწისძვრებს და რიგ შემთხვევაში ცუნამებს, ათასობით ადამიანის სიცოცხლე მეყავს იმ ქვეყნად და ჩვენ ამის თავიდან არიდებაც კი არ შეგვიძლია. სამწუხაროდ, მუდმივი არაფერია. სიცოცხლე იწყება და მთავრდება. ჩვენ დედამიწა უნდა ავუხვათ როგორც ცოცხალი სუბიექტი. იყო დრო, როცა ის უბრალოდ არ არსებობდა, მერე უცებ ბუმ და გაჩნდა. მოვა დრო, როცა დედამიწა ფიზიკურად ყველანაირ რესურსს ამოწურავს. რეალურად შენელებული მოქმედების ბომბის წამზომი უკვე ჩართულია. აქ მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან ხელს მისცემს. გლობალური დათბობა, ცუნამები, ვულკანები და უბრალოდ პოტენციური ომები. ასეთ სიტუაციაში სათადარიგო ვარიანტი უნდა იყოს. თუ პანიკის პიკის დროს დავიწყოთ მოძიება და ერთი ადგილის გატოკება, როგორც ეს გვჩვევია. თანამედროვე მკვლევარი თანამგზავრის შექმნა ჯდება 250 მილიონი დოლარი. შეგიძლიათ ამეხსნათ, რაში ვხარჯავთ ამხელა ფულს, როცა მოსახლეობაში სიმსივნე და შიცი ვერ დაგვიმარცხებია. ეს სხვა თემაა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში წყლის დაშრობის სერიოზული პრობლემებია, რასაც ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი ვერ უმკლავდება. და მას სად გავვივართ? არ ჯობია შეიქმნას ფონდები, სადაც ეს ბიუჯეტი გადანაწილდება. წყალი და წყლის მოპოვება. სხვათა შორის, სწორედ თანამგზავრს უნდა უმადლოდეთ წყლის მოპოვების პრობლემის ნაწილობრივ აღმოფხვაში. გულისხმობ იმას, რომ ინდოეთში და სხვა მსგავს ქვეყნებში, სადაც წყლის სერიოზული დეფიციტია, სწორედ რომ თანამგზავრი აღმოაჩენს ხოლმე მიწის ქვეშ პოტენციურ სუფთა სასმელს. აქედან 10-დან 9-ც და წარმატებულია. ისე ცნობისთვის ინგლის, ესპანეთსა და პორტუგალიას რა ხარჯების გაღებაც უწევდათ ამერიკის ექსპედიციებში, დღევანდელი გადმოსახედიდან იგივეა, რაც NASA-ს ან სხვა ორგანიზაციებს უწევთ მარსის კოლონიზაციაში. ხოლო რით დამთავრდა ამერიკის აღმოჩენა ყველამ კარგად იცით. კიდევ ერთი პრობლემა, რაც მარსის კოლონიზაციასთან არის დაკავშირებული, ეს არის დედამიწის ფლორასა და ფაუნის წარმომადგენლები. გულისხმობ იმას, რომ არავინ იცის დაზუსტებით, რომელი ცხოველი თუ მცენარე შეძლებს ადაპტაციის გავლას, ვინაიდან ისინი გაცილებით სუსტები არიან ვიდრე ჩვენ, ადამიანები. ასე რომ ჩვენ რეალურად ვისკავთ დავკარგოთ ისინი ენდემური სახეობები. არა, გაივლიან ისინი ოდესღაც ევოლუციას, მაგრამ ეს იმდენად გვიანი იქნება, რომ უსარგებლო აღმოჩნდება. თუ დედამიწის შეკეთება შესაძლებელი იქნებოდა, არ მგონია მეცნიერებს ფული მასში არ დაეხარჯათ, მაგრამ ისინი ნათლად ამჯომიდებენ წითელი პლანეტის შესწავლას.
ადამიანს უნდა გქონდეს ალტერნატივა და ეს ალტერნატივა სწორედ რომ მარსია. ბუნებრივ რესურსებსაც რომ შევეშვათ, ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩაღდეს გლობალური ომი და ატომური იარაღებით დედამიწა გავანადგუროთ. მარსის ათვისება ეს მეტია ვიდრე ტერაფორმირება. ეს არის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, დაუვიწყარი თავგადასავალი და რაც ყველაზე მთავარია, კაცობრიობის ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. თუ იზიარებთ ჩემ აზრს, კომენტარებში წერთ #მარსის ათვისება. ხოლო თუ იზიარებთ დათოს აზრს, კომენტარებში წერთ #დედამიწის დაცვა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვალაიქეთ Facebook-ზე. დროებით.